Biznesmen Georgi Chikwaidzis სასამართლოს ხდომა მის გარეშე დასრულდა ბრალდებული ციხეში სასამართლოში არ მიიყვანეს. Chikwaidzis ოჯახი კი ეჭვობს, რომ ბიზნესმენი ციხეში მოწამლეს. მისი დედა ამბობს, რომ პატიმარს კანზე საეჭვო მდგომარეობა აქვს. დედაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვიან ღამით სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს. ბიზნესმენის ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას თხოვს. ნიკა საჯაია ესწრებოდა პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ხდომის დეტალებს მისგან გავიგებთ. სოფელ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული პროცესი უკვე დასრულებულია. დღეს პირველად მოხდა სასამართლოზე ამ საქმეში მეორე ბრალდებულის ირაკლი პაპიაშვილის დაკითხვაც, როგორც პაპიაშვილმა განაცხადა, ბრალდება, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს, ეს არის პროკურატურა, არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ ის აცხადებს, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში დაობს ხელშეკრულებების ნაწილზე, რომელთანაც მას ფიზიკურად შეხება არ ქონია, ვინაიდან ეს მის მოვალეობაში არ შედის და ირაკლი პაპიაშვილმა უკვე პროცესის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ინტერესი აქ არის მთავარი გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით და ის როგორც მისი ბიზნეს პარტნიორი მოხდა ამ საქმეში. რაც შეეხება თავად გიორგი ჩიკვაიძეს, როგორც ოჯახი გვაწვდის ინფორმაციას, მისი მდგომარეობა არის უფრო მეტად დამძიმებული და ბოლო ცნობა ოჯახმა მიიღო სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მხრიდან გუშინ. შესაბამისად ოჯახი ამბობს, რომ მისი სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ახლა ექნება საფრთხე. დაკავებულის დედა საუბრობს, რომ უბრალოდ დარწმუნებულია, რომ ის არის მოწამლული და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. ალბათ უნდა რომ ჯგუფური მუხლით უნდა წასულიყო გამოძიება და არ ვიცი აი ვიღაცა გენიოსმა მიაწენა ჩემი სახელი ლაგვარი. ეს არის ასევე ნახავდით და მოითქვენს მოისმინეთ თქვენ არაფერი არ არის. ალბათ არის რაღაც სადამსჯელო ოპერაცია გიორგის მიმართ და მეც ამ წრეში ვარ მოყოლილი რა. სხვა მე ახსნა არ მაქვს. გიორგი მოწამლეს. მე ჯერ არ ვიცი ეს რა პრეპარატია და ვფიქრობ, რომ ეს არის პრეპარატები, რომელსაც რუსები რუსულ ციხეებში იყენებენ. ჩემი შვილი პოლიტ პატიმარი გიორგი ჩიკვაიძე მოწამლეს ციხეში. დღეს ის ამიტომ აქ არ არის გადმოყვანილი. ამაში ვადანაშაულებ გენპროკურორ გაბიტაშვილს და მე-18 დაწესებულების დირექტორს დავით დარასელიას, იმიტომ რომ თქვენ ხართ პასუხისმგებლები ამ უკანონო ქმედებაზე, რაც დამართეთ ჩემს შვილს. მე ვიბრძოლებ გიორგისთვის და ყველა დედა იბრძოლებს თავის შვილისთვის. თქვენ ხართ რუსული, თქვენ ხართ ტერორისტი მთავრობა. დაკავებულის ადვოკატებს მედიასთან პროცესის დასრულების შემდგომ კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორი აცხადებს, რომ კომპანია ელთ ბილდინგი არის დაზარალებული, რომელთა მიმართებითაც ჩიკვაიძის კომპანიას ჰქონდა ფინანსური დავალიანება, თუმცა ეს თანხა არის მითვისებული და როგორც პროკურორი ამბობს, ამის არაერთი დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, მიუხედავად იმისა, თუ რა საჯარო განცხადებას აკეთებენ საქმეში ბრალდებულები. ჩვენ ასევე დავინტერესდით პროკურატურისგან, რატომ მოხდა საქმის კვალიფიცირება სისხლის სამართლის საქმეზე და ასევე რა შემხებლობა ჰქონდა იგივე პაპიაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ის დოკუმენტები, რომელიც პროკურატურა სადაოდ აქვს, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, როგორც პაპიაშვილი ამბობს, არ იღებდა მონაწილეობას, კი არა და თავად არ განკარგავდა, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ პროკურატურის პოზიცია არის მყარი და მტკიცებულებებით გამსჭვალული. შესაბამისად, ის ელოდება, რომ სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ბრალდების მხარის მოთხოვნას. დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა, კერძოდ ვიკვლევდით ბრალდების ხარის მტკიცებულებებს. მხოლოდ მოხდა ბრალდებულის ირაკლი პაპიაშვილის დაკითხვა, რადგან ბრალდების ხარეს არანაირი სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ ჰქონდა. ბრალდებულმა არ აღიარა შადენილი დანაშაული, მაგრამ ვერც ერთ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა, თუ რითი დასტურდებოდა მისი ჩვენება, რაზეც აპელირებდა სასამართლოში დაკითხვის დროს. როგორც თქვენ მოისმინეთ, ბრალდებულები ამ დრომდე ასე ვთქვათ, წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. გიორგი ჩიკვაიძე საუბრობს, რომ ეს საქმე უკვე სისხლის სამართლის მიმართულებით გადააკვალიფიცირეს, იმიტომ რომ მასზე ეძიათ ამ ასე ვთქვათ, საქმით შური და ის ყოველივე ამას უკავშირებს დაპირისპირებას ქართულ ოცნებასთან. პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე საუბრობს. მათ შორის ფორმულასთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუშიც ის აღნიშნავდა, რომ პენდენციურ დაწესებულებაში ასე ვთქვათ, ელოდება მათ შორის
მის ლიკვიდაციასაც ამბობს, რომ მას აქვს ბევრი გარკვეული ინფორმაცია, თუმცა ის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ოჯახმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ პენტენციურ დაწესებულებაში მყოფი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად არის ასე ვთქვათ დაზიანებული, რაც შეეხება საქმის სამართლებრივ ნაწილს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკვე 7 მაისიდან გაგრძელდება საქმეზე განხილვა. სავარაუდოდ ეს იქნება პროცესი, როდესაც ბოლო მტკიცებულებების განხილვა იქნება და ამის შემდგომ უკვე მოსამართლე გამოაცხადებს ვადას, თუ როდის უნდა მიიღოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება.